და ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ უკვე კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოფისს, სადაც განცხადებას აკეთებს თავად ბიძინა ივანიშვილი. გამარჯვეთ და დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველას და გადაუხადო დიდი სიყვარული, დიდი მადლობა, ვინც ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად შრომობდა და იხსოვდა ამ დიდი გამარჯვებისათვის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ჩემს ხარდაჭერს, ყველას, ვინც მოახერხა დღეს და წარსულ დღეებში, რომ დამდგარიყო სამშობლოს მომავლისათვის, დამდგარიყო ქვეყნის განვითარებისათვის და მიიღო ეს დიდი გადაწყვეტილება, რაც მოხდა დღეს. ეს მემხედველობაში ყავს ჩვენი საყვარელი საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ქართველი ხალხი, ვინც გმირულად მე არ მინდა გავაზვიადო და მე არ მინდა დავძაბო და გადავზარდო, მაგრამ ყველამ კარგად ვიცოდით, სად იყო საქართველო. ყველამ ვიცოდით, რა იყო რეალობა. ეს არ იყო იოლი საქმე, მაგრამ ქართველმა ხალხმა გმირულად, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დიდი ტრადიციები, დიდი გამოცდილება და ესე შემდგომ და ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერი და ძალიან კულტურული ხალხი. აი ამან გაიმარჯვა ყველაფერმა ერთად და ჩვენ მივახციეთ იმას, რაც უნდა ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ მოვალთ და ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. აღარ მოხდება საქართველოში ის, რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მოვალთ და აღვადგენთ სამართლიანობას. ქვეყანაში დაბრუნდება სამართლიანობის განცდა. ჩვენ მოვალთ, ჩვენ საყვარელ პოლიციას, ჩვენს პროკურატურას შევაყენებთ ხალხის სამსახურში. ჩვენ მოვალთ, მედიას გავათავისუფლებთ ყოველგვარი ზეწოლისაგან და ჩვენი ჟურნალისტები მოახერხებენ ისე იფიქრონ, ისე იაზრონ, როგორც თვითონ სურს და შეწყდეს სიცრუის პოპულარიზაცია და აღვიდგინოთ და აღვდგინოთ ჩვენ ჟურნალისტებს ღირსება. ჩვენ მოახერხებთ და ქვეყნის შიგნით დავძლებთ ჩვენს ყველაზე დიდ უბედურებას, ჩვენს ყველაზე დიდ უსამართლობას. ჩვენ შევძლებთ და საკუთარ ქვეყანაში ღირსებას დაუბრუნებთ თითოეულ ოჯახს. თითოეული ადამიანი შეძლებს საკუთარ ქვეყანაში ღირსეული სამუშაო ადგილი იშოვნოს და ღირსეული შემოსავალი ჰქონდეს და ღირსება დაუბრუნდოს საკუთარ ოჯახს. ჩვენ აუცილებლად პატივცემთ ჩვენს ოპონენტებს. არ მოხდება განსხვავებული აზრის დევნა არასდროს საქართველოში, ამით დასრულდება დღეს ბოლო ეტაპი. ჩვენ ღირსებას დაუბრუნებთ ჩვენ სინაპრებს, რამე თუ ვაჩვენებთ როგორი ხალხი ვართ, როგორი კულტურის ხალხი ვართ ჩვენ და აუცილებლად ღირსეულად მოექცევით განსხვავებულ აზრს, ღირსებით მოვეკიდებით ყველა ჩვენს ოპონენტს. რაც შეეხება ჩვენს საგარეო უსაფრთხოებას და საგარეო სტრატეგიას, ეს იქნება უცვლელი. ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ სვლას ევროატლანტიკური სივრცისაკენ, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი და გავხდებით ჭეშმარიტად. და ბოლოს მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას და ყველაზე დიდ ძალას, საქართველოს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს, ვინც აჩვენა როგორი კულტურულები ვართ ჩვენ, როგორი ღირსეულები ვართ ჩვენ და თქვენ დაამტკიცეთ, რომ იმსახურებთ ჭეშმარიტად ღირსეულ მომავალს. თქვენ ჭეშმარიტად იმსახურებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, თქვენ ჭეშმარიტად იმსახურებთ ჩადგეთ განვითარებული ევროპის ქვეყნების რიგში და ღირსეული ადგილი დაიჭიროთ. აი ასეთ ქვეყანას ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, აი ამისთვის მოდის ჩვენი გუნდი. მე მადლობა მინდა გადაუხადო მათ, მადლობა მინდა გადაუხადო თანადგომისათვის, მადლობა მინდა გადაუხადო სწორი პოზიციისათვის და კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენ შევქმნით პრეცედენტს და საქართველოში მოვა ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. ისეთი სახალხო ხელისუფლება შესაძლებელია ევროპელებიც კი გავაოცოთ. აი ესეთი მოწოდებულია ჩვენი გუნდი. აი ესე თავდადებულად ვიქნიებით ჩვენ და ვიხსვით იმისათვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ღირსეული პატივი მივაგოთ ჩვენ საყვარელ მოქალაქეებს. საქართველოს გაუმარ? 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 მე უკვე ემოცია დაარჩიეთ, აბლა ვემზადებით თანამშრომლობისთვის, ვემზადებით შრომისათვის, ძალიან დიდი შრომა გველის წინ იცოდეთ. ოცნებების ასრულება ახედან იწყება.
აქედან იწყება. მე მინდა რომ გავიხსენო რომ საქართველო არის მრავალეროვანი. და ძალიან მიყვარს თვითოული ჩვენი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. მე თითქმის ყველასთან მქონდა მათთან შეხვედრა და რაც გვაქვს ჩვენ საერთო და რაც გვაქვს ჩვენ ერთი და რაცაც მე ვკითხულობდი მათ თვალებში მრავალი შეხვედრის დროს ეს იქნებოდა ქისტი, ლეკი, აზერბაიჯანელი, სომეხი თუ სხვა, სულ ყველა თვალში მე ვხედავდი დიდ გულწრფელობას და დიდ სიყვარულს ჩვენი სამშობლოს მიმართ. მე ისინი ძალიან მიყვარს რომ იცოდეთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო, ჩვენ აუცილებლად საერთო სამშობლო გვექნება და საერთო სამშობლოს ავაშენებთ. გილოცავთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ. ძალიან მიყვარხართ. და რაც შევძელი მე. პირველ რიგში მე შევძელი ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი გულში. რასაც ვთქვით თვითოული ჩვენი თანამოქალაქე. რასაც და არ ყოფილა ძალიან იოლი რომ იცოდეთ. მე უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისევე როგორც თქვენ. უზომოდ მიყვარს ჩემი ხალხი. და მე მოვახერხე ამ პროცესში და ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნდობის დაბრუნებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. გავიხსენოთ ისტორია, როგორი სად ვიყავით ჩვენ. მე არ ვიფიქროთ რომ რაიმე ზედმეტის თქმა მინდა, მაგრამ თავარი და გადამწყვეტი, როდესაც შემოbrunდა საქართველოს მოსახლეობა, მოხერხდა იმის შემდგომ, როდესაც მე მოვახერხე და საკუთარი გრძნობები და საკუთარი გული ვაჩვენე მათ. და მე თვითონ ვიყავი უდიდესი ბედნიერი და მე პროცესებს შეგახსენებთ უგნებავ დაიწყო ოზურგეთიდან. შემდგომ მე მახსოვს რომ რაჭა-ლეჩხუმი მოვიარე, მე ვიყავი ლეჩხუმში, საოცარი საღამო მქონდა ცაგერში და რაჭაში მთლიანად მოვახერხე და განვიმუხტებდი ვაჩვენე ხალხს, რასაც ძალიან განვიცდიდი, ძალიან ვიმუხტებოდი, მუდამ ვიძლეოდი და მოვახერხე და ვაჩვენე რომ უზომოდ მიყვარს ჩემი ხალხი. არ იყო იოლი ჩემგან ამის გამოთქმა და პირველად ეს მოვახერხე რაჭიდან, მაღალი რაჭიდან. მე ძალიან მიყვარხართ. მართლაც ძალიან მიყვარხართ. მართლაც ქართულმა ხალხმა ნახა ეს, მე მოვახერხე გულის გადაშლა და მე მივიღე სამაგირო. მე მივიღე ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი სითბო და ამან ყველაფერმა მოახერხა ეს ერთად. ზუსტად რომ სიყვარულმა, ისაც მრავალჟამიერში ძირითადი სიტყვებია, ჭეშმარიტად იმუშავა რომ იცოდეთ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში, რაც თორბას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. სიყვარულზე დაფუძნებულმა ჩვენმა ნდობამ მოახერხა და გაგომარჯვებინა ჩვენ დღეს. მე დღეს არა ვარ ემოციური, მაგრამ იცოდეთ ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს ღირსებას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენ ძალიან კულტურულად, ძალიან ღირსეულად მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ქართველს, ყველა საქართველოს მოქალაქეს ეცხოვრებოდეს საქართველოში და ეშოვნოს საკუთარი ადგილი და ეპოვნოს საკუთარი ადგილი. ესაა ჩვენი მოწოდება. მხოლოდ სიყვარულით, მხოლოდ ძმობით, მხოლოდ მეგობრობით ჩვენ მოვახერხებთ და დავიბრუნებთ ჩვენ აფხაზ ძმებს, ჩვენო ძმებს. ძალიან სწრაფად დაბრუნდებიან ჩვენი ემიგრანტები. არ მქონდა დალაგებული და ძალიან ემოციურად საუბრობ. და შეიძლება ესე ჯობდეს კიდეც. არ ვიფიქრობ რომ ჩვენმა ძმებმა ან აფხაზებმა ან ოსებმა რომ გვიან გავიხსენე. მე მგონი რომ დროულად გავიხსენე. აქ უნდა ვაჩვენოთ ძირითადი სითბო, სიყვარული. გული უნდა გაუხსნათ მათაც ის რაც მოვახერხე მე თქვენთან და ის რაც თქვენს დამიბრუნეთ რომ მოვახერხე გული გადაგიხსენით და გაჩვენეთ ჩემი სითბო და სიყვარული თქვენ ეს დამიბრუნეთ ეს უნდა მოვახერხოთ ჩვენ აფხაზ ძმებთან იგივე უნდა მოვახერხოთ ჩვენოს ძმებთან ჩვენ გული უნდა გადაუშალოთ მათ სითბო და სიყვარული დავახვედროთ და დარწმუნებული ვარ რომ ვივიღებთ სამაგიეროს მეორე მხრიდანაც და ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს. ჩვენ საქართველოს გამარჯვებას გაუმარ? გაუმარ? გილოცავთ? მე მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას შეუნარჩუნეთ სიწყნარე და ასევე დინჯად ჩვენ გმირული ერთი წელიწადი ჩავიტანეთ. ჩვენი ძმები, ჩვენი შვილები არიან ისინიც, ვინც გაუგებარი გზით ვიყავთ, ვისაც გაუგებარი გზით ვიყავდათ ეს ქვეყანა, ჩვენ მოვახერხეთ და დიდი კულტურით, დიდი სითბოთი, დიდი სიყვარულით ჩამოვედით და ასეთ დაძაბულ სიტუაციაში
მშვიდობიანად ჩავასრულეთ ყველაფერი. ღმერთმა ნუქნათ, ჩვენ არ შეიძლება აი უკაცრავად და ძალიან კარგია რომ გავიხსენე და მოდის მოვიხდი რომ ესე გვიან გავიხსენე. ჩვენ აუცილებლად უნდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ხალხი, ვინც ძალიან დაზარალდა არჩევნების პროცესში. მე უფრო უკან აღარ წავალ, რომ ტრაგიკული აღარ იყოს ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ძალიან ბევრი დღე ციხეშია კიდევ. იმის შემდგომ რა ჩვენს პოლიტიკაში შემოვედით, ძალიან ბევრი ოჯახი დაზიანდა, ძალიან ბევრია ნაცემი. საუბედროდ არ მინდა ამას მიუსადაგო, იქნებ საუბედროდ არიან ნაცემნი და არიან ძალიან ბევრი ციხეში, ძალიან ბევრი ოჯახი დაზარალდა, სახლი დაიწვა და ესე შემდგომ. ყველას ჩვენ მაქსიმალური თანაგრძნობა გამოვუცხადოთ, ისინი ჩვენთან დაბრუნდებიან და ჩვენს გვერდში იქნებიან და ჩვენ ერთად ავაშენებთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს. და ბოლოს მე მაინც კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ჩვენ სოფიში ძალიან ბევრი არიან, თითქმის ყველანი აქ არიან ჩვენი კონსულტანტები, ამერიკელები თუ ევროპელები, ვინც ჩვენ ძალიან კარგი კონსულტაციები და კარგი დახმარება გაგვეცია ამ პროცესში და დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ. სიყვარულმა გაიმარჯვა ჭეშმარიტად. გაიმარჯვა საქართველოს დიდმა კულტურამ. საქართველოს მე ბევრჯერ განმიცხადებია დღესაც გავიმეორებ. ყველაფერი შეიძლება ვისწავლოთ და ბევრი გვაქვს სასწავლი ევროპისგან, ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ ამერიკისგან, მაგრამ ჩვენმა ტოლერანტობამ, ჩვენმა ისტორიულმა შემგუებლობამ, ჩვენმა ძმობამ და განსაკუთრებულმა ემოციურობამ, რომელმაც ცოტა დაგვაზიანა ბოლო წლებში, მაგრამ დიდმა სიყვარულმა მაინც შეძლო გაგვაერთიანა. გაუმარჯოს ჩვენ დიდ სიყვარულს, გაუმარჯოს ჩვენ საყვარელ საქართველოს და გაუმარჯოს ჩვენს მომავალ ბედნიერებას. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ აღარაფერი გავტეხოთ, აღარაფერი დავანგრიოთ, ძალიან მოთმინებით, ძალიან მშვიდად. გასაგებია რომ მთელ საქართველოს იმის სურვილი აქვს დღეს, ვიზეიმოთ, ვიმღეროთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ მოხერხდეს და არცად არ მოხდეს დაპირისპირება. ყველანი ჩვენი ძმები არიან, იცოდეთ. ვინც 5 ნომერი შემოხაზა, ისინი ჩვენები არიან, არავინ არ დააზიანოთ, არ დაუპირისპირდეთ. ყველანი ერთად დავდგეთ და გავავთლიანოთ ჩვენი საყვარელი სამშობლო. ჩვენს ერთიან საქართველოს გაუმარ! კარგია, ძალიან მიყვარხართ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა კოალიცია ქართული ოცნების ოფისიდან, სადაც განცხადება გააკეთა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ მოხდება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა, ხოლო მომხრეებს მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა კოალიციის სამომავლო გეგმებზე. მას ასე კიდევ ერთხელ ამომრჩევლთა ლიგის exit poll-ი ვნახოთ მომნაცემები. მთლიანად საქართველოს მასშტაბით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 24,66%. კოალიცია ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 70,24%. გიორგი თარგამაძე ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა 1,45%. ახალი მემარჯვენეები 0,39%. შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია 0,96% და სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები 2,3%. exit poll-ი ამომრჩევლთა ლიგისაგან იყო, რომლის პარტნიორიც არის ამერიკული კომპანია Barcelona კომპანია. გამოკითხულია ყოველი მე-7 ამომრჩეველი. exit poll-ი ჩატარდა 400 საარჩევნო უბანზე, ხოლო პარალელური დათვლა მიმდინარეობდა 1200 უბანზე. ქართული ოცნება და მისი მხარდამჭერები exit poll-ის შედეგების გამოცხადებას ქუჩებში გამოტანილ მონიტორებზე ელოდებიან. ეკრანები დამონტაჟებულია თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ქართული ოცნების წევრთა და მხარდამჭერთა შეკრება უკვე დაწყებულია. კონკრეტული ადგილებია თბილისში თავისუფლების მოედანი, სპორტის სასახლის ტერიტორია, აღმაშენებლის გამზირი, ჯანსუღ-კახეთის ცენტრთან, კიკვიძის ბაღი, ახმეტელის, ავლაბრისა და ვარკეთილის მეტრო სადგურები. ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელი ჩვენ თავისუფლების მოედანს მოგვიანებით რამდენიმე წუთში ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. ახლა კი კვლავ უბრუნდებით ქართული ოცნების ოფისს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.
გაჩერდით ახლა ესე არ გამოვა. გაჩერდით რა. გადეკი. ბიძანდით იქით, ბიძანდით. აკეთ მოგ. გადი, თქვენ ადგილები დაიკავეთ, თქვენი ადგილები დაიკავეთ და კომფორტულად აიღოთ. სირცხვილია რა დავდგეთ და გააკეთოს კომენტარი. ეს არის კოალიცია ქართული ოცნების ოფისი. თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალყურს თუ რა ხდება ოფისში, ჟურნალისტები ელოდებიან კომენტარს და თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალყური ქართული ოცნების ოფისიდან, სადაც რამდენიმე წუთში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ვერ ვწერდა ეს ფოტო რა გინდა? საარჩევნო პროცესის შეფასებას მეკითხება იმედის ტელევიზია. დავიწყოთ თავიდან ბოლომდე. სერტიფიცირებულია რაც საარჩევნო პროცესში. გახსოვთ. რამდენი ძალადობა და კანონდარღვევა განახორციელა ჩვენმა ხელისუფლებამ. როგორც ცდილობდა რომ ყოფილებიდან გამოეყვანა ქართველი ხალხი და გამოსულიყვნენ ქუჩაში, მისი ოსტატებიც ისინი არიან და მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ ქართული ხალხის სიდინჯეს, კულტურას და ღირსებას. ჩვენ მოვახერხეთ ძალიან კარგი მენეჯმენტის გაკეთება, ძალიან კარგი ორგანიზება სიტუაციის და აი დღეს მივიღეთ შედეგები და მივიღეთ საქართველოს ისტორიაში პირველად გაგიწევთ რამე საქართველოს ისტორიაში პირველად ქართულმა ხალხმა მოახერხა არჩევნების დიდ ხელისუფლების შეცვლა. ეს ძალიან დიდი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში და თვითგნებავთ ოქროს ასოებით ჩაიწერება. რაც შეეხება ჩვენ მოახერხეთ, მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ხალხმა მოახერხა, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც საქართველოს შეეფერება. პოზიცია ხელისუფლების სახეც ნახეთ, ოპოზიციის სახეც ნახეთ. საერთო ჯამში ესენი ჩვენ ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ. როგორც მოხდა, როგორც განვითარდა, ესე განვითარდა, იყო ძალადობა, იყო სიცრუე, იყო ყველაფერი, მაგრამ დღეს უნდა მოახერხოთ, გავერთიანდეთ, დავივიწყოთ ყველანაირი განაცხენება და ერთიანი საქართველო ავაშენოთ. რა თქმა უნდა, ის ვინც კანონდარღვევა განახორციელა, ის ვინც მოახერხა და სიცოცხლის სამართლის საქმე ჩაიდინა, რა თქმა უნდა, მათ მოუწეს პასუხი აგონ საკუთარი დარღვევის წინაშე. ამომრჩეველთა ლიგისა და მაესტროს ეგზიტ პოლების შედეგები, ბატონო ბიძინა, როგორ ფიქრობთ? ცესკო შედეგებს პირველად თავიდან ვერ გავიგე. ეს იყო ამომრჩეველთა ლიგისა და მაესტროს ეგზიტ პოლების შედეგები, რაც ჩვენ ახლა მოისმინეთ. პირველმა არხმაც გააკეთა მგონი, თუ თქვენმა ტელევიზიამაც გააკეთა. რამდენად დაიმსახურა ცესკოს შედეგები? მე ვფიქრობ, რომ პარალელური დათვლა, რომელსაც ჩვენ ველოდებით, მე მგონი ცოტა უფრო გვიან, უფრო ახლოს მიდიყვანს და საერთო ჯამში მე განწყობა მაქვს ისეთი, რომ ჩვენ მივიღებთ 100 ადგილი უნდა მივიღოთ პარლამენტში, არანაკლები 100 ადგილი საპარლამენტში. მე მგონი გამოაქვეყნეს 51-51-ზე გამოაქვეყნეს მაგ. ხო ესაა, მე მგონი მაგათი რაცა. კიდევ აქვთ ამათ სხვა აქვთ არ ვიცი. მაგას ეს ხელისუფლებისაა, პრინციპში რა მნიშვნელობაა. ხელისუფლების აქვს აქაც ჩანს, რომ იმდენად დიდია სხვაობა, რომ მათაც ვერ შეძლეს უარი ეთქვათ წაგებაზე. ეს ნორმალურია პრინციპში. 70%-ზე მეტი იყო ამომრჩეველთა ლიგაზე და როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღებთ 100 ადგილს საერთო ჯამში პარლამენტში არანაკლებს. აი ამას ველოდები რეალურად. არანაკლები 100 ადგილისა მივიღოთ პარლამენტში. დიდი მადლობა.
მაგარი ხალხი ხარ.